საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი არხის მენეჯმენტისგან საზოგადოებრივი პოლიტიკური დისკუსიებისთვის დღის ეთერის გახსნას ითხოვს. მათი თქმით, არაერთი საჯარო მიმართვისა და ოფიციალური წერილის მიუხედავად საზოგადოებრივი მაუწყებელი დღის ეთერს ტექნიკური მიზეზით არ ხსნის, ამიტომ თანამშრომლების ნაწილი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ეთერების ტექნიკური ორგანიზება საკუთარ თავზე აიღონ. ირაკლი ბახტაძე ესწრებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილის პრესკონფერენციას და თემაზე საუბარს ახლა პირდაპირ ეთერში განაგრძობს. თავდაპირველად დავიწყოთ იმით, რომ საზოგადოებრივი არხის თანამშრომელთა ნაწილმა ადმინისტრაციას მიმართა იმის შესახებ, რომ მათ სურდათ საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია დღის ეთერის გახსნასთან დაკავშირებით და ამისთვის პირველი არხის თანამშრომლებმა მოითხოვეს ამავე შენობაში არსებული პრესკლუბის დათმობა ოფიციალური წერილითაც მიმართეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციას, თუმცა ადმინისტრაციამ საჭიროდ ჩათვალა, რომ თანამშრომლებისთვის არ დაეთმო პრესკლუბი და შესაბამისად ამის შემდგომ მიიღეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა, რომ ინფორმაცია მედიისთვის გაკეთებულიყო უკვე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოში. რაც შეეხება თავად გამართულ პრესკონფერენციას, რაზეც საუბრობდნენ მოქალაქეები, თანამშრომლები პირველი არხის, არის მთავარი, რომ გაიხსნას დღის ეთერი მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივი პოლიტიკური დისკუსიისთვის, რადგან ისინი ამბობენ, რომ ახლა საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ემსახურება ქართულ ხალხს და ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე არარელევანტურია ის, რაც ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში. უფრო კონკრეტულად კი თანამშრომლები საუბრობენ იმაზე, რომ გამოშვებების შუალედში ეთერში გადის ფილმები, რომელიც არასახავს საქართველოს რეალობას და ახლა მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ეთერები დაეთმოს საზოგადოებრივ პოლიტიკურ დისკუსიებს და ამ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო როგორც პოლიტიკოსებმა, ასევე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, იმ ადამიანებმა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე აპროტესტებენ მიმდინარე პროცესებს, რაც ხდება ქვეყანაში. უკვე მიმართეს ბუნებრივია თანამშრომლებთა ნაწილმა ადმინისტრაციას ამ ღია ეთერის გახსნისთან დაკავშირებით ოფიციალური წერილითაც სიტყვიერადაც ესაუბრნენ ადმინისტრაციას, თუმცა ამ დრომდე მათგან ვერ მიიღეს პასუხი, გარდა იმისა, რომ მათ ოფიციალურად გადმოუგზავნეს სავარაუდოდ ელექტრონულ მეილზე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს არ ქონდა რესურსი იმისა, რომ დაემატებინა გადაცემა, რაც მოითხოვს ტექნიკურ აღჭურვილობას და ბუნებრივია სტაფის დამატებას, თუმცა თანამშრომლებმა, რომლებმაც დღეს ბრიფინგი გამართეს, ამბობენ იმას, რომ ტექნიკა ნამდვილად აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს და ასევე არის სტაფი, რომელიც გაუძღვება ამ გადაცემას. თუმცა როგორც ჩანს, არ არსებობს პოლიტიკური ნერვა საზოგადოებრივ მაუწყებლის ხელმძღვანელობისგან, რომ გაიხსნას პოლიტიკური საზოგადოებრივი დისკუსია, რომელიც დაეთმობა იმ ადამიანებს, რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძვიან და პრინციპში ეს ეთერი იქნებოდა ყველასთვის, როგორც ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის და ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ქუჩაში დგანან და სწორედ ამ ეთერების მეშვეობით გაიგებდნენ ჩვენი თანამოქალაქეები იმ პოზიციებს, რაც ხდება რეალურად ქვეყანაში. სამწუხაროდ ვარ ისევ იმ პოზიციაზე, რა პოზიციაც მე საჯაროდ დავაფიქსირე, რომ დღეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის სარედაქციო პოლიტიკა ვერ პასუხობს დღეს საზოგადოების წინაშე არსებულ ამოცანებსა და საჭიროებებს. არგუმენტი, რომ ტექნიკურად ახლა საზოგადოებრივ მაუწყებელს არ შეუძლია რაიმე დავალების შესრულება, κρიტიკას ვერ უძლებს. ჩვენ გვაქვს როგორც ადამიანური რესურსი, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა იმისთვის, რომ უმოკლეს ვადებში უპასუხოთ ნებისმიერ დავალებას. გვაქვს ყველანაირი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ეთერში სულ მცირე დღეში სამჯერ დამატებით იგივენაირი ეთერი შევასრულოთ, როგორიც არის ის, რასაც ეგრეთ წოდებული საგანგებო ეთერი დღეს ჰქვია. ბატონ ირაკლი ყობახიძის განცხადების შემდეგ, როდესაც მან გადაავადა საქართველოს წევრობის მოლაპარაკება ევროკავშირთან, ვითხოვთ საქართველოს პირველი არხისგან, რომ გახსნას დღის ეთერი. თავარი მიზეზი, რის გამოც საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი უარს ამბობს ამ ეთერის გახსნაზე, არის ტექნიკური, მაგრამ ჩვენ ვიცით და გვჯერა, რომ მონდომების შემთხვევაში, ნების შემთხვევაში ტექნიკურად დღის რამდენიმე საათიანი ეთერის უზრუნველყოფა ამ არხზე შესაძლებელი. მიმდინარე მოვლენები გვავალდებულებს სატელევიზიო ეთერი დაეთმოს სწორედ სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე დიალოგს და არა ფილმებს, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ დღევანდელ რეალობასთან. ჩვენ ვართ არხი, რომელმაც პანდემიის დროს ორ კვირაში გააკეთა ახალი არხი, ტელესკოლა, რომელმაც პანდემიის დროს უხარვეზოდ შეავსო ის სიცარიე, რომელიც პანდემიის დროს ჩაკეტილ ხალხს სჭირდებოდა. მით უმეტეს ტელესკოლის შემდეგ ტექნოლოგიები კიდევ უფრო განვითარდა და მით უმეტეს უფრო ადვილია სიგნალის მიწოდება საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან ტელევიზიამდე და გავიდეს ხალხში.
დედაქალაქის მასშტაბით დღეს არაერთი საპროტესტო მსვლელობა არის დაგეგმილი და ბუნებრივია 7 საათზე უცვლელი ადგილის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია იქნება პროტესტის ეპიცენტრი, სადაც მოქალაქეები კიდევ ერთხელ გააჟღერებენ მათ მოთხოვნებს, თუმცა კიდევ ერთი ლოკაცია, სადაც 7 საათზე ისევ დაიწყება პროტესტი, ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა, სადაც ის თანამშრომლები, რომლებმაც ბრიფინგი გამართეს, ასევე მოქალაქეები შეუერთდებიან ამ პროტესტს და ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ პირველი არხის ადმინისტრაციას, რომ საზოგადოებრივი პოლიტიკური დისკუსიისთვის დღის ეთერები გახსნას.